თავისუფალ უნივერსიტეტში ტაო კლარჯეთისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიხსნა, რომელიც 2011 წლის ივლისის თვეში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის შედეგებს აჯამებს. ექსპედიციაში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ექსპედიციის შედეგები ცალკე წიგნად გამოიცა, რომლის პრეზენტაცია კონფერენციაზე შედგა. თავისუფალი უნივერსიტეტი ტაო კლარჯეთში უკვე რამდენიმე წელია ექსპედიციებს ატარებს. ექსპედიციას ჰქონდა სამი ძირითადი მიზანი, ეს იყო ქართული მეტყველების შესწავლა, ეს იყო ისტორიული ძეგლების თანამედროვე მდგომარეობის აღწერა და ქართული ველური ვაზის ჯიშების მოძიება. მიმაჩნია, რომ სტუდენტებმა ძალიან დაყოფილად იმუშავეს. ჩვენ სტუდენტები აქტიურად ვიყავით ჩართულები უშუალოდ სამეცნიერო კვლევის პროცესში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის სული შემქმნელებს. ესეთი პროექტები ჩემი აზრით არ უნდა იგეგმებოდეს მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში, უნდა იყოს საერთო ხასიათი უნდა მიეცეს ამას.